26 მაისს საქართველოს საკუთარი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. დღეს, რომელიც ყველას აერთიანებს. ხევის საჯარო სკოლაში ამ მოვლენის აღსანიშნავად თემატური ღონისძიება გაიმართა. მთელი თავისი ფორმატითა და შინაარსით მონაწილეებმა აქტივობა თავისუფლების, ერთიანობისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ აქციეს. მათ ლექსებით, სიმღერებით, ნაციონალური ცეკვებითა და ქართული დროშებით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებელი საქართველო. ეს დღე თითოეული ქართველისთვის თავისუფლების, ეროვნული სიამაყის და სახელმწიფოების ერთიანობის სიმბოლოა. 1918 წლის 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და მსოფლიოს დაანახა თავისი ურყევი მისწრაფება დემოკრატიული, დასავლური და პროგრესული ღირებულებებისკენ. ის გვახსენებს ყველა იმ გმირს, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას და კიდევ ერთხელ გვაერთიანებს ჩვენი მთავარი მიზნის გარშემო. ვიცხოვროთ ერთიან, მშვიდობიან, თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში. ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო სამშობლოს სიყვარული, წინაპრების პატივისცემა და იმ თავისუფლების გაფრთხილება, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლით მოიპოვა. ბავშვების გულწრფელმა ემოციებმა და პატრიოტულმა სულისკვეთებამ დღე განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახადა. მიამაყება, რომ ვარ ქართველი, ქვეყნის შვილი, რომლის ისტორიაც გმირობით, ბრძოლითა და თავისუფლების სიყვარულით იწერებოდა. თავისუფლება წინაპრებისაგან მიღებული ყველაზე დიდი საგანძურია. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მას. 26 მაისი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყითა და თავისუფლების სულისკვეთებით სავსე თარიღია. უსურვებთ ჩვენ ქვეყანას მშვიდობას, ერთიანობას, წინსვლასა და მუდმივ განვითარებას. ღონისძიების მთავარი მიზანი, როგორც მისმა ორგანიზატორებმა გვითხრეს, იყო მომავალი თაობისთვის ეროვნული ღირებულებების, დამოუკიდებლობის მნიშვნელობისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზიარება. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ჩემთვის, როგორც ქართულის მასწავლებლისთვის, ეს დღე დასტურია იმისა, რომ ჩვენი მთავარი საყრდენი, ენა, მამული და სარწმუნოება ურყევია. ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, რომლებიც ასე ღირსეულად აგრძელებენ ამ გზას და იმედიანად უყურებენ მომავალს. გდიდება თავისუფალ საქართველოს. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი აქტივობები ბავშვებში ქვეყნის ისტორიისადმი ინტერესსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს. დირექტორის ინფორმაციით, ღონისძიება მკითხველთა კლუბის მორიგი აქტივობა იყო, რითაც ქართული დროშებითა და ეროვნული სიმბოლიკით გაფორმებულ გარემოში მაყურებელს ემოციური და შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზა. ქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, 26 მაისი, დღე, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა და ეს დღე ყველას გვიხარია, სიამაყით აღვავსებს, რა თქმა უნდა. ჩვენ სკოლაში ფუნქციონირებს მკითხველთა კლუბი, უკვე მეორე წელიწადია და ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალურ განათლებაში. მკითხველთა კლუბში დღეს გადაწყვიტა, რომ 26 მაისს მთელ სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს დღევანდელი დღის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ გააცნოს პატარა თაობას ამ დღის ისტორია და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენ ცხოვრებაში. მკითხველთა კლუბი ძალიან აქტიური ორგანიზაცია, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს სკოლაში წლის განმავლობაში რამოდენიმე ღონისძიება ეწყობა, ასევე ყოველთვიური, ყოველკვირეული შეხვედრები აქვს, სადაც განიხილავენ წიგნებს და შემდეგში არჩევენ ხოლმე წინა სემესტრის და ხა წელსაც გქონდა კიდევ ერთი გასვლითი ღონისძიება, სადაც ეწვივნენ დავით გლიაშვილის მუზეუმს, წარადგინეს პატარა ღონისძიება, გააკეთეს და განიხილეს, რა თქმა უნდა, დავით გლიაშვილის ნაწარმოებები და ამის შემდეგ გაუშვათ სურვილი მოენახულებინათ მუზეუმი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის სათვლა 1918 წლის 26 მაისს 17 საათსა და 10 წუთზე მეფის ნაცვლის რეზიდენციაში დასმული ხელმოწერებით და ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აქტის მიღებით დაიწყო. ქართველი ხალხის მრავალწლიანი სწრაფვა და ოცნება თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე რეალობად იქცა. დამოუკიდებლობის პერიოდი არასრული 3 წელი გაგრძელდა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის შემოჭრით და ქვეყნის გასაბჭოებით დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია დასრულდა. დამოუკიდებლობის აღდგენა ქვეყანამ 70 წლის შემდეგ შეძლო. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.